კობახიძის საგანგებო ვიდეოკლიპი არაბულ ინვესტიციებზე. თითქმის 10 წუთიან ვიდეოში კობახიძე პირობას დებს, რომ ისევე დაიცავენ ეროვნულ ინტერესებს, როგორც ეს 3 წლის წინ გააკეთეს. მოსახლეობას დავპირდით, რომ რუსიფიკაცია არ მოხდებოდა, დღესაც იმავე ვპირდებით, ამბობს ის. ყველას, ვისაც არაბულ ინვესტიციაზე შეკითხვები და კრიტიკული მოსაზრება აქვს, კობახიძე აგენტებად მოიხსენიებს. ზურაბ ზვიადაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ოცნების ყოფილი დეპუტატი, რომელიც იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებისთვის დააკავეს და 5 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, ციხეს 4 თვეში დატოვებს. საპროცესო შეთანხმების მიხედვით მოსამართლემ ზვიადაურს 5,000 ლარიანი ჯარიმა და 6 თვიანი პირობითი შეუფარდა. იტალიაში 45 წლის ქართველი დააკავეს. აველინოს პროვინციის დასახლებაში კარაბინერები შინაპატიმრობა მისჯილების შესამოწმებლად მონიტორინგს აწარმოებდნენ. რა დროსაც აღმოაჩინეს, რომ საქართველოს მოქალაქე ადგილზე არ იმყოფებოდა და სასჯელის ფორმას არღვევდა. კარაბინერებმა ის იპოვეს და ციხეში გადაიყვანეს. საქართველოს მოქალაქე შინაპატიმრობაში ძარცვის გამო იმყოფებოდა. უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს გზა, რომლითაც ოკუპანტები პოკროვსკში შევიდნენ. უკრაინის გენშტაბის ცნობით განადგურებულია სელიდოვესა და პოკროვსკის დამაკავშირებელი გზა. უკრაინა ვარაუდობს, რომ რუსული ძალებისთვის სამხედრო მომარაგება მაქსიმალურად გართულდება. ღამით კი აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში და სამარაში, სადაც უკრაინული დრონების იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში.